კონცერტზე მიდის თუ რა ხდება? აჭრელებულია, ჯერ ხო TikTok-ზე ამდენჯერად შემოვედი, ანუ მართლა ის იყო აჭრელებული. და ეხლა კიდე ჩემი TikTok-ის ლაივის კომენტარებიც. ვერ წახვედიო, რატო ვერ წავედი? ახლა შენი აზრით 200 ლარიან ბილეთს თუ რაღაცა რა ღირს არც ვიცი ვერ ვიყიდიდი. Просто, მაგის კონცერტზე რატო უნდა წავიდე? ანუ ეგ ტიპი მომაგრად არ მევასება. ჯერ იქიდან დავიწყოთ, ვინც არ იცის მაგაზე ისტორია, რასაც აკეთებდა და პატარა ბავშვებს რა უპატიურებდა და რეებს უკეთებდა და რეები აქვს გაკეთებული, ნამდვილად არ მინდა ეგეთი ადამიანის კონცერტზე მე წასვლა. ანუ უბრალოდ ვინც ის ნახევარი საქართველოს გიხვეწებით, მაგის ორი მუსიკაც არ აქვს მოსმენილი, უბრალოდ ვიღაცა ცნობილი ტიპაჟია და როგორც ქართველებმა იციან ხოლმე გოიმები ავარდნა, ეგრე ავარდა მთელი საქართველო, ეხლა ნორმალური ხალხი აქ მე დამეთანხმება რა, თორე აი საერთოდ არ იცოდნენ ვინ იყო ეს Kanye West-ი თუ ვინც არის. ანუ არავინ ნახევარმა საქართველოს არ იცოდა ვინ იყო, უბრალოდ ანუ ეს გოიმები ავარდნენ და ანუ ეგ ვინც იყო და ეგ რაც არის და რა პედოფილიც არის და რამდენი ადამიანის ცხოვრება გამწარებული და რეები აქვს გაკეთებული, ანუ ეგ არიციან და დადიან მაგათ კონცერტზე და ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მეც მოვინდებოდა 200 ლარიან ბილეთსაც ვიყიდი და 2000 ლარიან ბილეთსაც ვიყიდი. უბრალოდ ნამდვილად არ მაქვს სურვილი ეგეთი ადამიანის კონცერტზე წასვლის და არც მომწონს მისი, ასე ვთქვათ, სიმღერები დიდად და ანუ ნამდვილად არ მინდოდა მას წასვლა, მირჩენია წავიდე ჩემთან სამსახურში მუშაობ. მანდ მეც უფრო გამერთობი. ეს ქართული ვისი კონცერტი წარბები რა ლამაზად გვარ მე არც მაქვს გაკეთებული. შტეროეკ პედოფილი. ვიცი ვინც არის ეგეც პედოფილია და ესეც პედოფილი არის. შტერი შენ თვითონ ხარ. როცა არიცით რაღაცეები, მოდი არ დაწეროთ, რა ძალიან კარგად ვიცი რა ვისეც ვამბობ და რასაც ვამბობ. მე თუ რამე არ ვიცი, არ ვილაპარაკებ. აი ხო ვიღაცა თუ არ მომწონს ძალიან დიდი ბოდიში და ვერ დამაწალებთ რომ მომწონდეს რა. თან კიმ კარდაშიანის ყოფილი ქმარია და ვინ გამოზავდაო. ხო, ანუ ქართველებმა როგორც იციან ხოლმე გოიმურად ავარდნა, აი ეგრე ავარდა მთელი ერი, თორე ზოგი გარტყმაში არ იყო, ვინ იყო ეგ ტიპი. არა, ანუ ვისაც უნდა და ვისაც მოსწონს, კაცო გაიცნო და წავიდნენ კონცერტზე, რა პრობლემაა, უბრალოდ ანუ აქ გამოვიდა რამდენიმე რომ ვერ წახვედიო, ანუ თქვენი აზრით მე თუ წასვლა მომინდება, ვერ წავა. საცილოა. просто ახლა სადაც არ მინდა წასვლა და სურვილი არ მაქვს, რატო თორე ხო? უბრალოდ ანუ ძალიან ტყუილად არის მთელი ერი ავარდნილი. მთელი ერი გოიმია და შენ სწორი, მე არ ვამბობ რომ მთელი ერი გოიმია. ფორა უსიტალები ხართ ზოგიერთება ასეთ უსრთულურ სიტყვებს რომ მოწერთ არც ვაქცელ ყურადღებას, მაგრამ მკიდია. მოდერებიც ვაფშე ყველა ჩავხტენი რომ ანუ რაც უნდათ ის დამიწერო. არ მაინტერესებს. არ მომწონს არა ხალხო, ანუ არც მომწონს და არც არ მომწონს, ანუ პროსტა ის რაღაცები ვიცი მე მაგაზე და გაგებული მაქვს, რომ კარგი შთაბეჭდილება ნამდვილად არ რჩება მაგ ადამიანზე და თან პლუს რომ ანუ არ მინდა და არ წავედი რა, როცა რაღაცა არ მომწონს. ეხლა ვინმე ისეთი არტისტი რომ ჩამოვიდეს საქართველოში, ვინც მე მომწონს, მიყვარს, რა თქმა უნდა წავალ ხო, მაგრამ ჩემთვის ანუ არ აქვს მნიშვნელობა, ეხლა მთელი ერი რო ავარდა და ზოგს რომ ისი სიმღერა მოსმენილიც არ ქონდა. მე არ ვარ ეგ ტიპაჟი, რომ ვაიმე ვიღაცა ცნობილია, უბრალოდ ავარდე და ვაიმე ცნობილია და მოდი წავედი. ანუ მე თუ არ მომწონს მისი მუსიკები და მისი ცხოვრება და თვითონ პიროვნება, აი რატო უნდა წავიდე, იმიტომ რომ ცნობილია, ანუ არ არის ეგრე.
ეხლა Lana Del Rey ჩამომიყვანეთ და VIP ბილეთებს ვიყიდი კეფიცებით. ანუ გიჟდები ქალზე თვითონ ვის შემოქმედებაზე, მის ყველაფერზე, ანუ ქალი არის, არ ვიცი, აი მართლა დივა. მე რომ მეუბნებით დივა ხარ, მე კი არ ვარ დივა. დივა არის Lana Del Rey. ეგ თუ ჩამოვიდა, ნამდვილად პირველი VIP-ის ბილეთები ჩემი არის. მაგრამ ეხლა ეს Kim Kardashian-ის ყოფილი ქმარი მაგარი ფეხებზე მკიდია. უმეტეს იმ დედამიწის სანახავად წავიდა და თორე ზემოდან დამდგარი განივსტივი საინტერესებს. აუ ეგ დედამიწა მართლა ლამაზია, სხვათა შორის ძალიან მომეწონა. ის ერთი სიმღერა იყო, სახელი არ მახსოვს, მაგის ერთი პერიოდი ცოტში იყო მომწონდა. ოღონდ რაღაცა 10 წამი მხოლოდ ბოლო მონაკვეთი თუ რაღაც თორე სიმღერა არა. არ მახსოვს რომ სწავლმერო არ მახსოვს. აუ რაღაც ჩავთე. ნუ იწავთ მას. არ ვიწავ რა გავაკეთო. თლად კერატინის გაკეთება არ მიყვარს, იმიტომ რომ მე ძალიან დავარდნილია ხოლმე და არ მომწონს და აი თითქოს ცხიმიანის ვიდი აქვს, აი ამ კერატინს, მე თითქოს მთლიანი თავი არის ცხიმიანი და Kim Kardashian-ის ყოფილი ქმარიო, ის კი არ თქვა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი არტისტია. ჩემთვის არ არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ჯანდაბა. ანუ ჩემთვის არ არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი არტისტი. გემოვნებაზე არ დავობენ, ვიღაცისთვის ვინმე შეიძლება მაგარი მსახიობი იყოს და ვაიმე და ანუ ძალიან შოქში იყოს, ხო ხდებით ადამიანი და ანუ ეხლა მე მყავს მაგალითად მსახიობები, ვინც მე ძალიან არ მომწონს, მაგრამ ჩემ მეგობრებს ძალიან მოსწონთ ეგ მსახიობები და თვითონ მათი თამაში და ყველაფერი. ასე არის არტისტებზეც, ვიღაცისთვის ვიღაც შეიძლება ძალიან მაგარი არტისტი იყოს და ვიღაცისთვის შეიძლება არ იყოს მაგარი არტისტი და ეხლა ვიღაცისთვის მაგარი არტისტი ეგ ჩემთვის არ არის მაგარი არტისტი და რა ვიცი, მოდით და მომგალით მაშინ. მარიამ აღარ აქტიურობს, საერთოდ დღეს შეგვირდი რომ ორ ვიდეოს მაინც დაგვიდებ კარგ მუსიკაზე. ანუ ჩემი TikTok-ის გამო არის რომ არ ვაქტიურობ ხალხო, რომ არა და არ მოეხსნა ეს რაღაცა, რაც ჭირს რა და აქედან გამომდინარე ეს ვიდეოები არ ვარდება. და ანუ როცა ანუ ესეთი რაღაც ჭირს ჩემ TikTok-ს, ანუ მე კიდე არ გინდა გეკარგება мотивация, რომ ან კონტენტი შექმნა, ან რაღაცა გააკეთო, ანუ ხო ხდებით. დღეს რაღაცა თმას ვერ ვისწორებ, იმიტომ რომ ბევრს ვლაპარაკობ. იქნებ მეთქი ლაივში მაინც გავიდე, თორე ძალიან ამიკლეს პირადში ლაივ გვინდა და რამდენი კილო ხარ? ძალიან კარგ ტანზე ხარ. ბოლოს ვიყავი 63-64. მე 1 კილო მოვიმატე და ეხლა ისევ დავიკელი ცოტა, იმიტომ რომ ვერ ვჭამდა რაღაცა ცოტა ვერ ვარ და თასიცხებიც მქონდა. ჩაბარე, ჩემი თმები არ იყო ის იყო. დაგრძელება იყო. და ეხლა ვფიქრობ კიდე ხوار დავიგრძელო, მაგრამ ჩემი თმები ისე მალე მეზრდება, რომ რაღაცნაირად მინანება დაგრძელებისთვის და გამხჭებისთვის რა თითქოს. ორი თვე შევიჭერი ლამის ესე შევიჭერი და ანუ უკვე როგორ არის ჩამოზრდილი 2 თვეში და ხო არ გავზარდო თქო ჩემი მაგას ვფიქრობ რა. უბრალოდ დავიღალე ამ რაღაც სწორებით, მაგრამ გრძელი თმის სწორებით უფრო დავიღლები.
შენი თმაჯობია მარ გოგო მეც ეგრე ვფიქრობ მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაც ამეკვირა და დაგრძელებაზე ვფიქრობ ბოლო ერთი კვირა თავიდან არა ამომდის მაგრამ უკვე კარგად ჩამოიზარდა კიდე 2-3 თვე რომ დავაცა და უკვე ესეც იქნება და მე მგონი მე უკვე ისე გაიზრდება რომ ვეღარც შევამჩნევ და მგონჯობია დაველოდო ახლა კარგ სიგრძეზე გაგთმა მარ ხო ეხლა მომწონს მე იდეაში თავიდან რომ შევეჭერე ეს სიგრძე მინდოდა უბრალოდ ეს დავდა შემთხვევით დავამოკლეთ ასე ვთქვათ დამიწერე კომენტარი და მოგცემ შენ მოდერს ეხლა ვნახე შენ მესჯი ვერ ხვდები რატო ისწორებ ისე არ ჯობია არა დამიჯერე ჩემი თმა ისე არ ჯობია იმიტომ რომ ჩემი თმა არის ზოგან ხუჭუჭა ზოგან ტალღოვანი ზოგან სწორი ზოგან აფუებული და ეს რა ქვია არ მისცე მოდელი სოფაშენ ხო არ გინდა მოგცე მოდელი ჩემო სიყვარულო ხო და აქედან გამომდინარე ჩემი თმები თუ არ დავასწორე მე რომ ვივარცხნი ხოლმე მაქვს რაღაცნაირად აფუებული თუ რამე სხვანაირად არ გავაშრე და კერატინს და ბოტოქს თუ რაღაც დამიწერეს კერატინს რატო არ იკეთებო უკვე ძალიან ბევრჯერ ვთქვი რომ ძალიან ბევრჯერ მაქვს კერატინი და ბოტოქსი გაკეთებული და მე რაღაცნაირად ქართულად როგორ ქვია აი დასაბანის ეფექტი აქ თითქოს თუ რაღაცნაირად აი რაღაცნაირად თმები რო არის არ ვიცი როგორ ეძახიან ანუ ეგეთი ეფექტი აქვს რა ჩემთვის და ანუ მე მირჩევნია რომ ყოველდღე დავიბანო და ყოველდღე გავისწორო ვიდრე ანუ ეგეთი თმებით ვიარო ჯერ მარტო სუნი იცის თან რაღაცნაირი საშინელი ვერ ვიტან ან მე მაგ მარტო ეგეთი გართულება არ ვიცი ამ სუნებზე მაგრამ ანუ თვითონ იმ წამალს ისეთი სუნი აქ არც გასდის კარგა ხანი მერე და თორე რამდენი სალონი არის ეხლა შემომთავაზეს კიდევაც ისე გაკეთება და სულ არ ვუთხარი რამდენ სალონს ვუთხარი ვარი რომ მეთქი არ მინდა მადლობა მაგრამ ხალხო ჩემი მეგობარიც აკეთებს ჩემი მეგობარს სალონიც აქ შემიძლია გავიკეთო პლუს პარტნიორები მთავაზობენ პლუს სულ არაფერი რაღაც 100 ლარი ღირს მე მგონი ამ კერატინის გაკეთებას რა უნდა უბრალოდ ანუ ვერა მესისხება ძალიან ბევრჯერ გამიკეთებია და ძალიან ბევრი ის გაზეპილი თუ რაღაცა ხო აი მაგ სიტყვას ვერ ვიხსენებდი გაზეპილი რაღაცა ეს გაზლეტილი თმები რო აქვს აი ეგეთი ვიდი აქვს რა მაგიტო ორჯერ გამიკეთებია თუ სამჯერ არ მახსოვს ბოლოს გავიკეთე 3 წლის წინ და ვთქვი რომ მე მეთქი მეჯერ აღარ გავიკეთებ მე თან ეს თმები რო იზრდება კიდე აქ ძირებში აი ეგ არის ძალიან საშინელება რომ მე ეს ჩემი თმები რო იზრდებოდა აი ეს უკვე 2 თვეში 3 თვეში აქ იყო აფუებული და რაღაცნაირი ეს იყო სწორი ანუ ჯერ ხო ეს სუნი აქვს საშინელი მე რაღაცა გაზლეტილის ვიდი აქვს და ანუ მე ეს შენ თმები რომ მოდის 2-3 თვეში ხო რაღაცა ეს ხუჭუჭა არის ამაში და ამაში სწორი არის მე ძალიან მალე ზოგან გადის ეს კერატინი და ზოგი ესეთი არის ზოგი სუსწორია ანუ მე მაგას მირჩენია ყოველდღე დავიბანო და 5 წუთი უნდა დასწორებას და უცბად დავისწორო თან ისე ვისწორებ რომ თმებსაც არ ვიწვევ და ანუ რა მე ესე მირჩენია თან ზოგჯერ არის რომ გინდა ბუნებრივად გქონდეს ხო ადამიანს და არ გინდა ესე დადგებნილი კერატინზე პლუს თმას რო ვიხვევდი არც ძლებდა რა არ უნდა შემესხა არ ქონდა მნიშვნელობა რომ ეს შევისხავდი არ შევისხავდი მაინც გინდა არ გინდა ეს ხუჭუჭები ვქრებოდა სწორდებოდა მაინც და რავი ანუ ეხლა ლაივში რო ვარ მაგიტო არის რომ ვისწორებ 20 წუთია თორე ამ პატარა თმების გასწორებას გეფიცებით 5 წუთიც არ უნდა ლაივში რო არ ვიყო 2 წუთში ვამთავრებ ხოლმე პროსტა ეხლა ძალიან ნელი ვარ როცა ლაივში ვარ მაგერსაც 1 საათი ვიკეთებ თმებსაც 1 საათი ვისწორებ
იმიტომ რომ თან ვაპარაკობ, თან კომენტარებს ვაქცევ ყურადღებას და ხალხო რა ჯავახაში შევრიგდეს უღალატა შეიგნეთ ნუჯე, ანუ ჯავახას ჩემთვის არ უღალატია, აქ საიდან მოიტანეთ ტყუილებს ნუავრცელებთ. მაგრამ ანუ ჩვენ არასდროს არ შევიგდებით, არ მოგსმენს არანაირი სურვილი და ძალიან კარგი იქნება. ძალიან კარგი იქნება, თუ აღარ დამიწერთ მაგ ადამიანზე არაფერს, იმიტომ რომ არ მინდა მე მაგ ადამიანის ხსენება. როცა ადამიანი არც მახსოვს, ნურც მახსენებთ, ანუ ნანოპლასტიკა გაიგეთ, ეს ნანოპლასტიკა რომელია? ბავშვები რომ ღერიან, ერთი ბავშვი რომ გული წავიდა, ნახე, კი, ნახე. რომელიც მისუთოა და ეს ჩემმა დაქალმა მაჩუკა ადრე, აი ეს არის არ ვიცი და სკრინეთ. 1-2 წლის წინ მაჩუკა ჩემმა დაქალმა და მაგის მერე მაქვს, მაგრამ ხშირადაც ესე ძალიან არ ვიყენებ. და ეს რა ქვია, ესე ხშირად არ ვიყენებ. ასე რომ არ ვიცი, მაგრამ ძალიან კარგია. რა იყო კონცერტისთვის ფული არ გაქვს, მე რომ ფული მაქვს, მაგის ნახევარი მაინც მოგცა. ერეკლე, თუ ერეკლე ათაშე კიწერი არაც ხარ. ამდენ კომენტარებს ჩემ ლაივში აღარ დაწერდი. საიდან გაქვს მაგდენი? ხალხო, ჯერ ერთი მუშაობ, მე რეკლამებს ვაკეთებ, ის პლუს ოჯახი, ხა ფული როგორ არ უნდა მქონდეს? დებილი ვარ, რომ ფული არ მქონდეს. და აქ ხალხი მიწერს რაღაც 100 ლარი ამ ბილეთებზე, რომ რატო არ წაღვედი ფული არ გაქვს? ზუსტად მსგავსი უთრო მაქვს, რამდენი წელია გავიცლო. არ ვიცი, ხო 2 წელია მაქვს და ძალიან მომწონს. მართლა კაია. წამში ასწორებს თან, ანუ 1-2 ჩამოსვლა უნდა და всё. ძალიან კაია. ვიდეო მაქვს შენს დადებული და დამიკომენტარე, ხო? ხალხო არ შეგიძლიათ ნეგატივი არ ანთხიოთ, სულ რამ გაგაბოროტოთ. ეს ხალხი გააბოროტა თავრობა უფლობით და ზოგადად საკუთარი ცხოვრება რომ გააჩნიათ, მაგით ასე რომ მეცინება უკვე აღარც ვაქცევ ყურადღებას. ხო, კლუბში ესკორტია. შენ კი არ გავარ, სოფია ესკორტი რო ვიყო. შენნაირად კი არ ვარ. როუზი ხარ აქ ჩემ ლაივებს წადი იმუშავე, გოგო. ელოდებიან. როგორ მომენაკლე არ ჩამოხვალ ის ერთხელ? მარჩემედეთებს ნახავ, კი. კერატინის მსგავსი ავღანთ ცხიმიანობის ეფექტი არ აქვს. სიმაღლეში რამდენი ხარ? 1.71 м. რა ჰეითიც ჯავახაზე მიდის, იმაზე რა სიტყვი. ზოგადად ჩემი აზრით
იცი ადრე მეგონა ხოლმე რომ ადამიანებზე ჰეითი ესე უმიზეზოდ არ მიდიოდა, მაგრამ ჩემზე ძალიან პირველჯერ იყო მაგალითად უმიზეზო ჰეითი. ხო და აქედან გამომდინარე ხანდახან რაღაცები ესე უმიზეზოდ მოდის, მაგრამ ჩემი აზრით მასზე რა ჰეითიც მიდის, თლად უმიზეზო არ არის, მაგრამ აქედან დავიწყებ რომ ყველა ადამიანი ცოდვა ესეთი დიდი ჰეითისთვის, თან ვინც ესე განიცდის ამ ჰეითს. მე მაგალითად რაღაც პონჩი მაგარი მეკიდა ხოლმე რა, მაგრამ ეგ ეგრე არ არის ვიცი და რაღაცნაირად სულ განიცდის და გულთან ხდება, ასე ვთქვათ, ეს ჰეითი და ასე რომ ჯობია თუ ადამიანები ზოგადად შევწყვიტავთ სხვების განსჯას და მივხედავთ ჩვენს ცხოვრებას. მეც ბევრი ვინმე არ მომწონს, მეც ბევრი რამე არ მომწონს ადამიანების აქციელები, მაგრამ არავისთვის არასდროს კომენტარი არ დამიწერია არანაირი. არაფერი, უბრალოდ თუ ვინმე არ მომწონს ავსკროლავ, ან თუ ვინმე ძალიან არ მომწონს დაბლოკავ და всё, რომ აღარც ამომიგდოს არასდროს, ხო? და მე იმ ხალხის არ მესმის, ვინც აი ესე დღემდე იქექება ჩვენს ურთიერთობაში, საკუთარი ცხოვრება არ გააჩნიათ, აი არ ვიცი, ორი თვე გავიდა თუ მეტი რაც დავშორდით და საერთოდ აღარც მახსენდება ეგ ადამიანი, ხო? და კიდე დღემდე მომდის მესიჯები, რომ ვაიმე შენ და ის ნახე და ის ნახე და არ მაინტერესებს ხალხი, მე ჩემი ცხოვრება მაქვს. და всё, კიდეა. ხომადერები აღარ მყავს და წევან უნდა დაგეწერა. ვინ არის ეს ერეყლე? ერთ წამეთ თვითონ დავბლოკავ. ერა დავამიუთებ რატო დავბლოკავ. და აღარ დაქალობთ, არა მე დანუტაც აღარ დაქალობთ. შენ გაიეთებდნენ ნეტანიკასადება მაშინ. ეს ძალიან მე ცხოვრებაში მყავს ერთი ადამიანი, ვინც ძალიან მიყვარს. და აი წლები არის ჩემთვის ეგ ადამიანი არის ყველაფერი რა. მეგობარი საყვარელი ადამიანი ვინც გინდა და ეგ ადამიანი მე რო რაღაცას მეტყვის ხოლმე რომ მარი ეს ცხოვრებაში შენ ეს ადამიანი შენთვის ცუდია მე ვიცი მე წინასწარ ვიცი თავიდან არ ვუჯერებ ხოლმე და მე ისე ხდება რომ რასაც ეს ადამიანი ამ წლების განმავლობაში მე მეუბნება არის სიმართლე ყოველთვის ანუტაზე ჯერ კიდე წლები მეუბნებოდა ეს ადამიანი რომ ეგ გოგო არ არის შენი ნამდვილი დაქალი ასე შემდეგ ის რაღაცა არასდროს არ ვუჯერებდი და რამდენჯერაც მე მაგ ადამიანს ჩემ ცხოვრებაში არ დავუჯერე სულ წავაგე და საბოლოოდ ისე აღმოჩნდება ხოლმე რომ ეს ადამიანი რასაც მეუბნება არის სრული სიმართლე ასე ვთქვათ არ ვიცი და ამ ბოლო დროს თითქოს ჩემი ცხოვრება ამ ფეიკი ადამიანებისგან ასე ვთქვათ გასუფთავდა რა მე ვისაც არ ვაინტერესებ და ვისაც ფეხებზე ვკიდივარ და ზოგადად ვინც ჩემს მდგომარეობებს არ ითვალისწინებს ვინც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს მე ეგეთ ადამიანთან არც მეგობრობა მინდა და არც არაფერი ეხლა ზოგადად ჩამიდა ანუტას პირად თემებზე მე არ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი მიყურებს და ვიცი ანუტას ეხლა არ აქვს კარგი მდგომარეობა ნამდვილად და ნამდვილად ამდენი ხალხის განსახილველი არ უნდა გახდეს ეხლა ეს ჩვენ თემა. უბრალოდ ესე ჯობია.
ნაკლები ფეიკი ადამიანები ჩემს ცხოვრებაში 2026 წელი ცოტა უფრო ისეთია ჩემთვის დისტანციაც დავიჭირე თითქმის ყველასთან დღეს ეჭობია კონცესტენ კიდე მეგობრობკი კონცესტენ კიდე ამ დღეებში ერთად უნდა წავიდეთ აუზზე და იქიდან ერთად ჩაგერთვებით ჩემი ყავა გაცივდა მე მომეცი მოდარი არინანა ვიღაცებს დავამეუთებ არ მინდა მადლობა მარიშას ცხოვრებაში არის ვინმე პიროვნება მამაკაცი ვინც მაგწავს უკომენტაროთ დავტოვებ ამ საკითხს წამწამების ხამინერებამ რამდენი ხანი გაგიწყო დაახლოებით 3 კვირა რა არის ჩემი საფრთხის შამს მე ვერ ვკითხულობ იმდენი არის რაც არ უნდა მოხდესო ჯავახაზეც უცარავის თვითქმევინებო ხომ არა ადამიანი რო აი ესე გიქცევა რუს მეკცა რა ვიცი ზოგი ქალიც თქმევინებდა კი არა ქალები გამიგებთ ზოგი ქალი რასაც გააკეთებდა და ასე რომ უბრალოდ მოკეთეთ რა როცა თქვენი ტრაგის საქმე არ არის რაღაცეები თორე ზოგი ქალი უარეს გააკეთებდა კი არა რეებს გააკეთებდა თქვენ ხო არიცით კიდევ მთლიანი ისტორია რო იცოდეთ და ჩაიკიდეთ ასე ვთქვათ, ასე გირჩევნეთ, ენები ჩაიკიდოთ. როცა რაღაცა არიცით, ბოლომდე კიდე და ჩემ მდგომარეობაში არ ხართ. და იგრძელი და თეთრი თმები შეიმატა შენ და ამინა ერთნაირები იქნებით ვაიმე ამინა ჩემი ცხოვრება ანუ მე და ამინას ისე ხშირად გვამსგავსებენ ხოლმე ერთმანეთს ამდენჯერ ვთქვამთ ტყუპები ხო არ ხართ ისეს ანუ თან როცა გრძელი თმები მქონდა და ორივე ხო ამ ცისფერ ლინზებს ვატარებთ ხოლმე და ძალიან გავდით ერთმანეთს სულ გეუბნებოდნენ ტყუპები ხართ და რაღაცეები და ანუ ეხლა ამინამ სხვანაირად უნდა გაიკეთოს თმები, უნდა მოიხსნას ეგ შავი და თეთრი. თან დიდად მე თეთრებს ვერ შევიმატებ, იმიტომ რომ მე ხო შავად ვიღებავ თმებს და მე რომ შავად შევიღებავ, ეგ თეთრები გაშავდება და მაგიტომ მე ვერა. ანუ თმები მაგ ძალიან ცუდად გამშრალი. უყურებდი ქეთეგი დონაშვილს და ვიღაცა კაცის ლაივს. აღარ
ეს ბიჭი იყო, მე მგონი ამერიკელი თუ არ ვიცი, ინგლისურად საუბრობდა მოკლედ და ანუ ვიღაცები უწერდნენ იქ ინგლისურად რა, რომ ეს ქალი ვარიო ჯადოქარიო და 700 ევრო თუ დოლარადო ეს სულებსო ყიდისო. ამ ბიჭმა და მეც დავუწერე, რომ ხომ მეთქი გიჟია ჯადოქარიო თქო თუ რაღაც. ხედავდით მოკლედ და ეს ბიჭი გაუფრანკეთ ასე ვთქვათ ეს ამერიკელი ვიღაც რა და ეს ქართველები უწერდით და ამან დაიჭერა. ეგრევე გამორთო ეს ქეთიგით უნაშვილი ლაივიდან. მე ერთი 10 წუთი ლაპარაკობდა ამ ქეთიზე ინგლისურად რომ ესე და ესე გავიგეო ვიღაცა გოგო ჩართო თავის მეგობარი და ნეტა უმართალი არისო და რაღაცები იმენა ბიჭს მართლა შეეშინდა და მე ვიღაცა ქართველი გამოვიდა იქ და შენ ვაქო რაღაცებს რო წერო არ გრცხვენი ამაინცა და მეთქი ის უნდა მიტყდებოდეს თქო რა შენ გრცხვენოდეს თქო და აქ რო წერო რაღაცა ანუ ვისი რა საქმეა მე ვის ლაივში რას დავწერ ანუ ეს ხალხი მართლა მასშტერებს ამინას დაბადების დღე როდის აქვს ამინას დაბადების დღე აქვს ეხლა 18 ივნისს და 17-ში ღამე უკვე ვაკეთებთ და ერთის ვერ მაქვს როგორც ჩემი დაბადების დღე მიხარია ხოლმე ის მიხარია ამინას არივეს კამერაში შევდივართ ბიჭი წლებს გამოჩნდა სტრიმსა და შენი ლაივის მერე სულ გაქრა ხალხო მაგას თუ ეზარება ლაივებში გასვლა ეგრეთ ჩემთან ერთადაც იყო მაგრამ ვაფშე თავს არ იწუხებ და არც ლაივით არაფერით და ხა თვალე მე ნუ შემომტენით რაღაცებს ცა გთხოვთ რომ თითქოს ჩემ გამო არ შემოდის ლაივში და ეს მე კაი რა გიხოცები მაქსის ველოდებს მე აღარ მჭირდა თქვენ მიჭერათ ეგეთი იყო ყოველთვის ცეკვაზე დავდივდით ერთად და პირველი არ ხარ. მე არ ვიცი, ერთი ის ვიცი, რომ მე პატარა ბიჭებს აღარ მინდობი არასდროს. ზოგადად ეს კაცები ხო არასენდოები არიან და ეს პატარები თურმე უფრო არასენდოები არიან. ამინამ დააბრუნოს თავის ძველი ვიდეოები ხარ და მიუთა თუ რა ქვია, წაშალა. Marino. ახალი სახელი მაქვს. დაანცნა ყავს, ორი ძმა ყავს. მის დროზე არ უნდა დაგეწყო პატარა ბიჭთან. მართალი ხარ. მეთქი ვიღაცა ვცადო ჩემი ასაკის რა ვიცი ეხლა წამოვა ჰეითი მაგაზე უნდა ვიღატაო არა ხალხო სულ რაღაც ორჯერ ყოფილვარ ურთიერთობაში და ნუ მე მირჩენია ასაკით ჩემზე დიდი ადამიანი უფრო ჩამოყალიბებული, უფრო ყველაფერს უყურებს, ასეთი დიდი ადამიანი, უფრო ყველაფერს სერიოზულად უყურებს, უფრო კარგად აზროვნებს, უფრო კარგად ხვდება ქალს რა უნდა რითი გააბედნიეროს, უფრო კარგად ხვდება ქალს როგორ მიაქციოს ყურადღება, ანუ დიდი ადამიანი, დიდი კაცი ასე ვთქვათ, ან დიდი კაცია შეიძლება იყოს, ანუ ჩამოყალიბებული ასე ვთქვათ, თორემ მე არ ვამბობ რომ 50 წლის კაცთან უნდა იყოთ, არა. უბრალოდ ანუ შედარებით დიდი ადამიანი, ვინც უკვე ვისაც უკვე დამთავრებული აქვს ეს თინეიჯერობის ასაკი ასე ვთქვათ, და აი ბიჭები ჩამოყალიბებულები ხდებიან ესე 24-25 წლის მერე. უფრო კარგად იაზრებს, რომ ძმაკაცებთან გულოობას და იმას ჯობია რომ თავის გოგოს მიაქციოს ყურადღება და არა 4-5 დღე დაიკარგოს და ფეხებზე ეკიდოს სად არის, როგორ არის გოგო და ერთი არ დაურეკოს. ანუ ნახე, დიდ კაცს ეგ არასდროს არ შეეშლება, რომ ელემენტარული დღეში ორჯერ მაინც მოგიკითხოს თუ შენ ნახვას ვერ ახერხებს, ხო ხვდები და
ანუ პატარებისთან ურთიერთობაში ერთის გამოცდილება მივიღე, რომ ძალიან ბევრი რამე ეშლებათ და საერთოდ სხვაგან არიან, საერთოდ სხვა პლანეტაზე არიან, საერთოდ ვერ ხვდებიან ურთიერთობას, თუ როგორ უნდა და ასე შემდეგ. ხო ხდებით, რას გეუბნებით? მარტო როდის გადახვედი, ანუ რამდენი წლის იყავი. მარტო გადავედი, კაკრას წელიწად ნახევარი გახდა, ეხლა ივნისში თუ არ ვწდები, ან წელიწადი და რამდენიმე თვე. 18 წლის რო გავხდი, 2 თვეში უკვე მე ამ ბინაში ვიყავი. ვიღაცამ დაწერა ცოლიანი რასანდო კი, რომელიც მამის ტოლიაო. ჯერ ერთი მეცოლიან კაცთან ურთიერთობა არასდროს არ მექნება, როგორც შეყვარებულიანთან არ მექნება, ასე რომ ცოტა დამშვიდდით მოდი და ვინ მისი ცოლია და ვინ მისი ქმარია, ეს აქ თქვენი განსახილველი არ არის, როცა რაღაცეები თქვენ არ იცით. პრაივატზე გადაიყვანა, ალბათ როგორც შენ შეინდა ჯავახას ვიდეოები გადაიყვანე, ხოლმე გადაყვანილი მყავს ყველა ვიდეო ჩემი ძველებიც, იმიტომ რომ როვშლი მერე ის ლაიქების იმიდან აკლდება და მილიონამდე მაქვს ლაიქები და მეტიც და რატო დააკლდეს. გოგოებსაც რო გვევასებიო, გოცნით. მე მაგარი ფეხებზე მკიდია ხალხო. ვისი ვიდეო გადავიყვანე პრაივატზე, ანუ მე მყავს უკვე ჩემი საყვარელი ადამიანი და ანუ არც სიამოვნებს ადამიანს ამდენ რაღაცებს რომ იწერთ მაგ ადამიანზე და ვაფშე არ მაინტერესებს, აღარც დაწეროთ. ბინის კირა სიხდიდი ჰავაში რა იყავი ხო აბა რა არ უნდა გადამეხათა. დამწვარი ქონდა დაგწელებისგან და შეღებისგან რომ მოიხსნა და შეჭრა მომწია. ხო, ანუ მე ხომ მანამდე გავიღიავე, სანამ დავიგრძელებდი ქერად და მე ისევ შავად რო შევიღებე. მოკლედ ისე მოხდა, რომ დაგრძელებაც მივამატებარემ და მე ვაფშე შევიჭერი. მოყვარეობა რომ ადამიანი იყოს, შენ იქნებოდიო ძალიან დიდი მადლობა. ტასოსთან გაგვირთერთობა ხანდახან გვიმოწერა. ძალიან საყვარელი გოგო მე ტასო ძალიან მიყვარს. ესე უცბად ვინ შეიყვარე, ახალი არავინ. დამშვიდდი. დიანაზე არ ვიცი, არაფერი საერთოდ არ ჩამხვედრია, ძალიან ბევრი კომენტარი იწერება და არ ვიცი საერთოდ რა მოხდა და კომენტარსაც ვერ გავაკეთებ და ზოგადად ჰაუსზე და ჰაუსელებსაც არ მინდა ხო იცით არაფრის კომენტარის გაკეთება, მე სხვანაირად ჭრიან და სხვანაირად კერავენ. მე ვის დავუბრუნდი აქ თქვენი საქმე არ არის ჩემი გადასაწყვეტია. ანუ იმან რო ერთ კვირაშივე ვიღაცა გაიჩინა და ვიღაცას ხვდებოდა, ეგ ოკეია და ხალხმა დაიკიდა, ხო, ვითომაც არაფერი და მე თუ ეხლა რაღაცა ის რა ქვია ურთიერთობა აღვადგინე და ან რამე, ესე იგი ეს რა ქვია. ცუდია.
მას ვერ მოუხერხე ვერაფერი. არ ვარ არავისთან ნიკა, აუ ვისთანაც უნდა იმასთან იყოს, მაგარი ფეხებზე მკიდია ხალხო, ვინ ვისთან იქნება. მე ჩემმა ახლობელმა მითხრა, ისეთ ახლობელმა მითხრა, რომ ისი თანამშრომლის და ქალს ხვდებოდა ერთ კვირაშივე თუ ორ კვირაშივე, რომ ეს ფეიქ ინფორმაცია არ არის, ეს არის დადასტურებული ინფორმაცია და ეხლა საჯაროდ რო არ იტყვის, რა თქმა უნდა, რომ მე ვიღაცას ხვდები, მე ყველამ კარგად ვიცით, ხო? არა, ეხლა თქვენ გეტყვით, რომ ხოლმე იცით აი ერთ კვირაში უკვე ვიღაცასთან შეხვედრა დავიწყე. ვაიმე. თმის დედაწელი გადაყავი და ისე გადაატარე უთანდელა გასწორდებ. როგორ? მითხარით. ანუ აი ეს ნაწილი ვერ გავასწორე. აუ დავიღალე უკვე რაღაცა საშინლად მაქვს. იყოს როგორც არის რა, ანუ ლაივის გამო ნახევარი საათი ამ თემებს ვისწორებ, არა და 5 წუთიც არ უნდა ხოლმე და 1 საათში კი არა, უფრო მალე უნდა გავიდე და მაგერც არ მაქვს გაკეთებული, ანუ ეხლა შევხედე საათს. ეს ჩემი საწყალი თმები. ამ ბოლო დროს ვშივა ძალიან თმები. რატო? არ ვიცი. მე ფაქტია რომ ვშივა. ხდება კი იმ გოგოს ედო დაჟე რაღაცა მოგწერი ინსტაზე თუ გინდა. არ მაინტერესებს ვის რა ედო, მაგრამ ანუ მე ჩემმა ისეთმა ახლო ადამიანმა მითხრა ჩემმა ძოლმა თანამშრომელმა, ვინც ჩემი შემცვლელი იყო დროებით ბარმენად, სანამ მე ჰაუსში ვიყავი, მაგ გოგომ მითხრა, ეხლა სადაც მუშაობს, მისი თანამშრომლის და ქალს ხვდებაო, დაჟე ანუ ძალიან დადასტურებული ინფორმაცია იყო. ჩვენი დაშორებიდან 2 კვირაც არ იყო გასული, რომ ეს ზუსტად დავადასტურე მე ეს ინფორმაცია და ზუსტად დადასტურებულად გავიგე, რომ 2 კვირაც არ იყო დაშორებული, რომ ჩვენგან დაშორებიდან 2 კვირაც არ იყო გასული, რომ უკვე ვიღაც ამ გოგოს ხვდებოდა. და ანუ მე თუ 2 თვის მერე ახლა ურთიერთობა დავიწყე, ეს არავის საქმე არ არის, თან იქიდან გამომდინარე, რომ მე თუ არ გავიგებდი, რომ ეს ვინმეს ხვდება, ანუ მე ესემალე ურთიერთობას არც დავიწყებდი და ვერც დავიწყებდი, მაგრამ მე ეს ყველაფერი რომ გავიგე, რომ ეს უკვე 2 კვირაც არ იყო გასული და ვიღაცას ხვდებოდა, კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ ეს ყველაფერი იყო ფეიკი, ეს ბიჭი მე მატყუებდა ამ თავის სიტყვებით, ამ ყველაფრით, ანუ ეს იყო ბოლო. ჯერ ხო ისედაც სვეჭებში ვიყავი, მაგის და უკვე ვფიქრობდი, რომ მე თუ ამას ვუყვარდი, ესე როგორ გააკეთებდა, ხო? ანუ ხო ხვდებით რას გეუბნებით და მე რომ უკვე ეს დადასტურებული ინფორმაციით გავიგე, რომ 2 კვირა არ იყო გასული და ეს უკვე ვიღაცას ხვდებოდა. აი 100%-ით უკვე დავწმუნდი, რომ მე მართლა არასდროს არ ვყარები ვარ ამას და ხო ხვდებით და აქედან გამომდინარე მე ეს ადამიანი შემძისხდა. მე ადამიანის დობა როგორც მალე შემეძლია და შეყვარება, ისე შემეძლია, რომ ადამიანი აი ეგრევე შევიზისხო და ისე შემზისხდა ეს ადამიანი და ისე მეზისხება, რომ ანუ სიზღი ზოგადად ძალიან ცუდი გრძნობაა და ყველას ვეუბნები ყოველთვის, რომ შენი მტერიც არ გეზისხებოდეს, მაგრამ არ ვიცი მე ჩემ თავს რა გავუკეთო, როცა ადამიანი გეზისხება, უკვე ისე მეზისხება, რომ არც ის მაინტერესებს ახლა ვიღაცამ რომ დამიწერა, მოგწერა იმ გოგოს ედო რაღაცა ხვდები, ანუ მეც ვიცი რომ ხვდებიან. ანუ უბრალოდ არ მაინტერესებს არაფერი და მაგიტო გეუბნებოდი და ხალხსაც მაგიტო ვეუბნები, რომ როცა ეს ადამიანი არც მახსენდება და მე ჩემ ურთიერთობაში ძალიან ბედნიერი ვარ, საერთოდ არ მინდა, რომ ამ ადამიანის ხსენება იყოს. რა თქინდა მე ეს ლაწირაკი ბიჭები სერიოზული ვერ ნახე, მაგას ვამბობ, ჩემი შეცდომა იყო ეგ და სხვა არავის, მე ჩემი თავი მაგ პროექტში სხვანაირად უნდა წარმომეჩინა და ვაფშე სხვანაირად უნდა წამეყვანა და ამ პატარა ბავშვის fake love stories არ უნდა ავყოლოდი და არ უნდა დამეჯერებინა, ეს მე ვარ დებილი ხალხო, რომ
დავიჯერე, მე ვარ დებილი, ანუ ხა ჩემთვის რო უყურებ პროექტში ისე მიცინება, რომ როგორ დავიჯერე ეს ფეიკი ყველაფერი, ანუ ტიპს ეკრება ეთყობა, რომ ფეიკია. და შენ თუ წარსულს დაუბრუნდი, გიყვარდა ნიკას საერთოდ. მე ნამდვილად მიყვარდა, მაგრამ როცა ეს ყველაფერი გავიგე, შემზისხდა. მე წერამ თქვი როგორც მე ადამიანის შეყვარება შემოწია, ისე შემოწია, რომ შემიზისხო ადამიანი, ვინც მე ესე მეკცევა. და წარსულს დაუბრუნდი კი და რა იგულისხმება წარსულის დაუბრუნებაში ვერ ხვდები. გოგო ნორმალურია ახლა ეს ყოფილი არ გეზისხება, რომელიც ხალატობდა და ნიკა გეზისხება, დიდია ის ყოფილი მეზისხება, ვინც ხალატობდა და ნიკას ასაქციელიც მე ღალატში ფიქრობ ღალატში გადის, იმიტომ რომ დაშორებულები არ ვიყავთ ორ კვირაში უკვე გავიგე ვიღაცას ხვდება, ანუ ეგეც ღალატი აბა რა არის. მე მეზისხება ორივე ერთნაირად. მინას უთხარი დააბრუნოს ძველი ვიდეოები, რომ ნახავ დღეს ვეტყვი, მაგრამ არ ვიცი რამდენად დააბრუნებს. და როგორ გაიგე, რომ ვიღაცას ხვდებოდა. ხალხო დაშორებულები არ ვიყავთ, ფლანის ორი კვირაც არ იყო გასული, რომ ჩემი ძველი თანამშრომელი, ჩემი დაქალის დაქალი მეუბნება, რომ ჩემი თანამშრომლის დაქალს ხვდება. ანუ ხო ჩემი დაქალის დაქალს რო ვიღაცა ხვდებოდეს, ხომ ეცოდინება? ჩემი დაქალის დაქალებთან ეხლა კარგად ვარ. ძალიან კარგად ვიცი ვისთან არის და ასე შემდეგ, ანუ ძალიან ისეთი თემა არის, ძალიან ისეთი დადასტურებული ფაქტი იყო ჩვეულებრივი. და მე რო გავიგე ვინც იყო, რაც იყო ეგ გოგო. ამერიკას. ალბათ არასდროს ნიკას დამსახურება არის სიყვარული. ანუ პროექტში რაღაცებში გვერდში მედგა, იმიტომ რომ ხალხის სიყვარული ხო უნდა დაიმსახურებინა, რომ ვაიმე სტრუგული ჯელტმენია და გოგოს გვერდში როგორ უდგას. თორე გარეთ ხო ვიცი რაც იყო. ან გოგოში როგორ გაგცვალა. წარმოგიდგენთ ამეკარგი მინა ვაფშე გემონება აქვს მაგას. აი მეც რომ ნახე ესეთი ვიყავი რომ მეთქი. ანუ
იზღება რანაირად დაუბრუნდი. შენ რა იცი მე ყოფილს დაუბრუნდი თუ ვის დაუბრუნდი? დადასტურებული მაშინ იქნებოდა შენი თვალით რომ გენახა სხვას რო ხდებოდაო და თვითონვე რო არ უარყო და თვითონვე რო დაადასტურა ეგ ფაქტი ჩემთან ანუ მოდი როცა რაღაცები არ იცით უბრალოდ ანუ ეს თითები გააჩერეთ მე როცა ვამბობ რაღაცაზე რომ ეს არის დადასტურებული ფაქტი ესე იგი ეს არის დადასტურებული ფაქტი კაი სხვას ნუედრები ქალო მაგიტომაც მიგეტოვა ჭევახა ჭრთი იმიტომ ბარ არის და მე რაგიტა სხვას არ ვედრები განსაკუთრებით იგიც ბრაშმადოვკებს არ შევედრები არასდროს მე ძალიან კარგად ვიცი ჩემი სილამაზე და ჩემი ფასი და ჩემი ყველაფერი და არავის არ შევედრები არასდროს იმიტომ რომ ანუ პირიქით მე როცა ლამაზ ქალს ვხედავ მიხარია მე არ ვარ ის შურიანი გოგოები რო არიან და ბოღმიანებ მეტი წელი ახლა საქართველოში როგორებიც ხართ ჩემს კომენტარებში რაც ხდება ეგ არის ამ შურის და ბოღმის გამო აბა ისე კი არ არის მე პირიქით ძალიან მიყვარს ისე მსიამოვნებს ლამაზ გოგოს რომ ხედავ ისე მსიამოვნებს და ისე მომწონს იმიტომ რომ არ ვარ შურიანი და ბოღმიანი პირიქით ძალიან მიყვარს ლამაზი გოგოები ჩემი და ქალებიც ხო ხედავთ სულ ძალიან ლამაზი გოგოები არიან სილამაზით არ ვარჩევ და ქალებს ეს ხუმრობა იყო უბრალოდ ანუ მართლა ძალიან მიყვარს ლამაზი გოგოები არასდროს არავისი არ უნდა შეგშურდეთ მჯობზე მჯობი არ დაილევა ჩემზე ლამაზებიც არსებობენ თქვენზე ლამაზებიც არსებობენ ზოგადად ხო იცით უკეთესი არ დაილევა ამბობ და არ მინდა მარიამზე ჰეიტი წამოვიდესო და მაგით არ ვამბობ მიზეზსო ნეტა თქვას მიზეზი ანუ მეც დაჟე ჩვენ მაგის მერე მაგლაივების მერე მიმოწერა რომ გქონდა ანუ ვუთხარი მეთქი თქვი მიზეზი რა უნდა თქვა ანუ სკრინშოტებს ხო არ დავდებ ახლა მართლა ანუ ეგ უკვე ძალიან ის არის რა თუ საჭირო გავხდება დავდება ბარას ვიზავ ანუ ჯერ ეგეთი ლაივის გაშვებას ვაფშე არ გაგეშვა ადამიანო ლაივი ანუ მე ხა მარიამზე არ ვიტყვი ცუდს იმიტომ რომ არ მინდა მე მარიამზე ჰეიტი წამოვიდეს ანუ ატაშჯერ თქვა მაგით ანუ რა კომენტარს რა იმას უშვებ ადამიანებთან რომ მარიამი იყო დამნაშავე ანუ ხალხს მაგ სიტყვებით ეუბნები შენ რომ მარიამი იყო დამნაშავე და ანუ მარიამია ცუდი და არ ვიტყვი იმიტომ რომ მარიამზე ჰეიტი წამოვა ეს იმას ნიშნავს რომ მე არაფერ შუაში არ ვარ მარიამია დამნაშავე ანუ ეგ ხო მაგას ნიშნავს ეხლა მე რო გავსულიყავი ლაივში ეს ყველაფერი არ მომეყოლა და უბრალოდ მე თქვა რომ აი იცით მე ნიკაზე არაფერს არ ვიტყვი იმიტომ რომ მე ნიკაზე ჰეიტი წამოვა ეგ რას ნიშნავს იმას ნიშნავს რომ ანუ ნიკა დამნაშავე ხო და ეგეთი ბანძი ლაივის ჩართვას ჯობია ვაფშე არ გახვიდე ლაივში რა იმიტომ რომ ანუ უარესი ჰეიტი წამოვიდა მაგ ლაივის შემდეგ ანუ ხალხი იმენა გადაობდა მაგ ლაივზე ანუ ვითომ ჩემზე არაფერი არ თქვა მაგრამ ანუ თითი მე დამატო მაინც და ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები თქვას ერთი რაც იყო როგორც იყო თუ მაგარია ძალიან გამიხარდება ამასობა შემდენი ვილაპარაკე უკვე მაგვიანდება რა ჩავიცვა დღეს ხა მაგას ვფიქრობ
ამინაზე რამდენი კომენტარებია რომ გაიგებს მოკვდება სიხარულისგან. შენ გამობიჭილოებში ვეღარ გადის 1999 ცუდი კომენტარია და ნორმალურია ეს იცი რა ადამიანი როცა რაღაცას დაიმსახურება და გაგიკუშდეს მაგრამ იცი რა არის მეც ნახევარზე მეტი ცუდი კომენტარები მაქვს და ეგ ლაივში გასვლით კიდე არასდროს თავს არ იკლავ და იმიტომ რომ ყოველთვის მაგარი ფეხებზე ეკიდა თავის გამომწერებით, თავისი ადმინებით, თავის გულშემატკივრებით და ყველაფერიც. ასე რომ რა ვიცი. რა ქვია მაგ გოგოს იცით ხალხო მარიამი ქვია მაგ გოგოს. რა ვიცი ნახევარ საქართველოს მარიამი ქვია და ვიხარ უნდა გადავირქვა სახელი. კაი ხლა ეს უნდა წავისვა. ახალი მაცადეთ. ისეთი უნდა წავიდე სამსახურში. არა ხალხო ყველაფერს ეს ერთი ხელით არ ვაუფასურებ, უბრალოდ ვინც რისი ღირსია და ვინც რა დასთესა ის მოიგო. რაგვარია ეგ მარიამი, ნუ რაგვარია ეგეც ვიცი და მის ინსტაგრამიც ვიცი და ყველაფერი ვიცი. უბრალოდ არ მინდა ეხლა მაგ გოგოს სახელის და გვარის თქმა, იმიტომ რომ რა ვიცი, მე ძალიან დიდი ჰეიტი წავიდეში ღირსი კი არის, რომ წავიდეს, მაგრამ ზოგადად მე ამ თემების დროს არ მიყვარს ხოლმე ქალების დადანაშაულობა. ამ ყველაფრის დროს გინდა ქმარმა უღალატოს ცოლად გინდა შეყვარებულმა, ანუ მე ამ დროს გოგოს არ ვადანაშაულებ. ის გოგო კი მაგარი ნაბოზვარია, რომ იცის თუნდაც ეხა რომ ჩვენ ამდენი ხანი ერთად ვიყავით და ეს ყველაფერი მოხდა და მაგარი რაც არის ყველა მიცით უკვე ყველამ ვიცით, მაგრამ მაინც რაც არ უნდა იყოს ქალია. მე ყოველთვის მირჩევნია ქალს დავუდგე გვერდით ვიდრე კაცს და ამ შემთხვევაშიც მე მაგას იმ დონეზე არ ვადანაშაულებ, როგორც კაცს ვადანაშაულებ, ამიტომ არ მინდა მე ამ გოგოს სახელის და გვარის თქმა, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ყველა დასცინებს, ყველა გადაავლის, ესე მასხრა დაიკიდებენ და ყველა ქალი მეწოდება მაგისთვის რა. იდეაში არ არის სწორი საქციელი, რაც მაგ გოგომ გააკეთა, მაგრამ მე ყოველთვის ყველანაირი ღალატის დროს მე უფრო კაცს ვადანაშაულებ, იმიტომ რომ მე არ მიყვარს ისეთი ცოლები და ისეთი შეყვარებულები, რომ აი ქალს ეჩხუბებიან და ქმარს ხელს აფარებენ. ანუ შენ ქმარს თუ არ უნდა, შენ შეყვარებულს თუ არ უნდა, ის გოგო ძალიან ხო ვერ დაიჭერს, ხო? ანუ ხო ხვდებით რას გეუბნებით, ანუ ვერ ვიტან ეგეთ ბანძ ქალებს, აი გოგოებს რო ადანაშაულებენ მარტო რა, ანუ ჯერ მიდი შენ ქმარს მოკითხე რა და მიდი შენ შეყვარებულს მოკითხე, მერე მოკითხე იმ ქალს, ხო ხვდებით და უნდა არ მინდა ეხლა. ის ვერდისფერი ტუში როგორია, მე რო გირჩეო, ძალიან კარგი მაგას ხმარო. ერთი დამთაკეთაც უნდა დავისვო. ეხლა არ გამომივაკეთ.
რაღაც არასწორია. რა არის არასწორი? როზმარინის სიციყერებ მალე გაგიზრდებათ, არა, მაგრამ ძალიან მალე იცვლება ის სიტოც და არ მინდა. სოფა დამალებ თავი გოგო. ერთი უფრო მსხვილია. აი ეს ხო, მართალი. მსგავსე. არ მაინტერესებს, მაგვიანდება, ჩასაცმელი ვარ. ვაიმე, ჩემ ლაივში როგორ არის ამინას ვიდეოების თემა განხილული, ამინა შემოდი. არ ვიცი, ხალხო ესეთი რაღაცების ჭირს ხოლმე ჩემ დაქალს ხან ინსტაგრამზე ყველა პოსტს და პრაივატზე გადაიყვანს ხოლმე, მერე გახსნის, ანუ მე ვწმჭირდა ეგრე. დაბლოკე აქვს სოფა. რატო დაბლოკა წერას რაც უნდა კაცო? მე ხო ვიცი რა ტყუილია და კი არ მეშლება ნერვები მაგისნაირად ნევროზი კი არ მაქვს. ანუ ყველაფერში ის იყო დამნაშავე და შევ ყველაფერში მართალი იყავიო. არა, ყველაფერში მართალი ნამდვილად არ ვიყავი, მაგრამ დამნაშავე ნამდვილად არაფერში არ ვიყავი თითქმის. ყოველ ლაივში უნდა ილაპარაკო ამაზე, მე თავიდან არაფერზე ვილაპარაკობდი, უბრალოდ ყველა კომენტარი რომ მაგას ეხებოდა, რამდენიმე ორი სიტყვა, ახალი ორი სიტყვა ვთქვი. დიდი ხანია ლაივში ხარ, საათზე მეტია, საათნახევარი ალბათ. წავედი ახლა, იმიტომ რომ ვეღარ ვასწრებ და იქნებ ხვალ შემოვიდე ლაივში, კვეთნით ყველა ესთან დაბიყალებს ის ყველა კომენტარებით.